გამარჯობა, თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე, მე პაატა იაკობაშვილი ვარ. გრიპის დაავადების გავრცელების გამო ჯანდაცვის სისტემა მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. საავადმყოფოები და ამბულატორიები იმუშავებენ იმავე პრინციპით, რითაც წლის დასაწყისში იანვარში 3 კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. სპეციალური ღონისძიებების შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. დავით სერგეენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეპიდემია ჯერ არ არის. დღევანდელი მაჩვენებლები ეპიდემიური სიტუაციის გამოსაწყდებლად საჭირო დონის მხოლოდ ნახევარზეა. მინისტრმა მოსახლეობას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს სპეციალური რეკომენდაციებიც მისცა. რაში მდგომარეობს ეს რეკომენდაციები და რა ვითარებაა კლინიკებში, ამ თემაზე საუბრობთ ჩვენ ახლა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამპრელიძე შემოგვიერთდება ეთერში. ბატონო ამირან, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ მზად ხართ უპასუხოთ ჩვენს კითხვებს და პირველ რიგში რა ვითარებაა ქვეყანაში, გვემხრება თუ არა ეპიდემია და რა მდგომარეობაა ახლა? მოგესალმებით, მოგეხსენებათ ამ დროიდან დაახლოებით 45 კვირიდან, ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება ჩვენთან გრიპის სეზონი. თანდათან ის ძალას იკრებს. დღეს უკვე შევდივართ, ასე ვთქვათ, პიკურ სტადიაში, როდესაც მიმართვიანობა როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ისე სასწრაფოს გამოძახებები იმატებს. წლევანდელ წელს განსხვავებით გასული წლისა ცირკულირებს სხვა ტიპის ვირუსი, ეს გახლავთ A ტიპის ეგრეთ წოდებული H3, რომელიც უფრო შედარებით მსუბუქია ვიდრე შარშანმოცირკულირე H1 ვირუსი. უკვე დღევანდელი დღით დადგენილია ლაბორატორიულად ჩვენს საყრდენ ბაზებზე 45 ასეთი შემთხვევა, აქედან 44 გახლავთ სწორედ H3 და 1 უკვე გამოჩნდა მეორე ტიპის B ვირუსი, რომელიც ცოტა შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს ვიდრე A ტიპის ვირუსი. ბატონო ამირან, მაშინ რა აუცილებლობა იყო ასეთ საგანგებო რეჟიმზე გადასვლა? მაჩვენებელი ნახევარზეა დაახლოებით, წლევანდელი ვირუსი უფრო სუსტია ვიდრე შარშანდელი? აუცილებელი გათვალისწინებული იქნეს ის, რომ ჩვენ დღეს გვაქვს 245 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე ავადობის, ასევე სტაციონარში გაზრდილია მიმართვიანობაც და ჰოსპიტალიზაციაც, თუმცა არ არის მინდა დაგამშვიდოთ ძალიან რთული შემთხვევები, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ აუცილებლად მზადყოფის რეჟიმში უნდა ვიყოთ. 245 ჩვენთვის, საქართველოსთვის ეს გახლავთ დაახლოებით ნახევარი ეპიდემიური ზღურბლისა. ჩვენ საქართველოში ეპიდემიაზე ვლაპარაკობთ, როცა 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 500-დან სხვადასხვა წელიწადზე, სხვადასხვა 500-დან 600-მდე მერყეობს მაჩვენებელი, მაქამდე ჯერ შორს ავართ, მაგრამ მოგეხსენებათ, გრიპი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, ამ დაავადებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადია ბავშვები და მოხუცი მოსახლეობა, ასევე სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები. ამიტომ როგორც წესი, ჩვენ უკვე ოქტომბრიდან ჩვენს ვებგვერდზე ვაქვეყნებთ ყველა იმ პროფილაქტიკური ღონისძიებების ნუსხას, რაც უნდა გატარდეს ამ დროს. ეს მინდა გკითხოთ, რა რეკომენდაციები არსებობს, თქვათ სახლში რა შეიძლება განახორციელოს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებთან და რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი რეკომენდაცია გახლავთ გრიპის პროფილაქტიკისთვის ეს პრევენციული აცრები. წელს ჩვენ გავზარდეთ კიდე მოცვის მაჩვენებელი და სახელმწიფომ დაახლოებით 20 და კერძო სექტორმა დაახლოებით 15,000-მდე ადამიანი აცრა და თანდათან ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით ამ პროფილაქტიკური აცრების რაოდენობას. ამავე დროს, რა თქმა უნდა, აუცილებელია ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, როგორიც არის ხშირი განიავებას ბინების თუ სასწავლო დაწესებულებების ძველი წესით დალაგება დიდი თავშეყრის ადგილებისადმი ვთქვათ თავის არიდება და რაც მთავარია, პირველი სიმპტომები გრიპის და ეს გახლავთ მოგეხსენებათ მაღალი ცხელება თუ ჩნდება, ზოგადი ინტოქსიკაციურ სურათთან ერთად, რაც გამოიხატება ძლიერ თავის ტკივილში, ძლიერ სახსრების ტკივილში და შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში იყოს გულისრევა პირღებინებაც. ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ მივმართოთ ექიმს. ხაზს უსვავ, რომ ამ დაავადებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბავშვები, ორსული ქალბატონები, მოხუცები და ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. კი ბატონო, და ბოლოს ბატონო ამირან, მზად თუ არის ჯანდაცვის სისტემა, მე უგულისხმობ ჯანდაცვის სისტემა სრულად პრეპარატების მარები თუ არსებობს? სრულად მზად არის, მოგეხსენებათ გრიპის მკურნალობისთვის ძირითადად უმრავლეს შემთხვევაში ეს გახლავთ სიცხის დამწევის საშუალებები და სხვადასხვა სიმპტომური, მაგრამ არსებობს ასევე სპეციფიური ანტივირუსული საშუალებები და ეს ანტივირუსული საშუალებები
დასახელებები, მათ შორის Tamiflu, საკმაო რაოდენობით არსებობს ქვეყანაში. ექიმებს როცა ეს აუცილებლობა არის, შეუძლიათ თავისუფლად გამოწერონ სამანტყოფოები, სადაც გრიპით ავანტყოფები ხვდებიან, იქ მომარაგებული არის ეს პრეპარატები და ავანტყოფებს როცა საჭირო იქნება იმ ეტაპზე აუცილებლად ეს პრეპარატები უკვე სპეციფიკური ანტივირუსული ენიშნება. ისე რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის ამ გამოწვევისთვის, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, თუ რა ხდება ქვეყანაში, სიტუაცია როგორია და იმის და მიხედვით იღებს შემდგომ სამინისტრო გადაწყვეტილებას. ძალიან დიდი მადლობა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.